კარგად ჩემო აღვირახსნილო სელაპო. ვერ გავიგე ხუმრობა? არავითარი ხუმრობა, სწორედ ასე გწერს, აი, ამ SMS-ის ავტორი. ვაიმე, მობილური დამჭამო. მობილური დამჭენია, ნატია, რატო მომივიდა ესე, არასდროს არ მომსვლია. ხო და ახლა, ჩემო სელაპო, მითხარი ვინ არის ამ SMS-ის ავტორი მკვრივი მარინა? მკვრივი მარინა. ჩემი კლასელია. მე რომ არ ვიცნობ? ხო, შენ არ იცნობ. შენ რო ჩარჩი მერე გადმოვიდა ჩვენთან კლასში. კარგი რა, ნათია რა. ჩემზე და უპატიოსნეს მარინაზე ეგ რამ გაფიქრებინა? ბოლო 2 წელი ერთ მერხზე ვიწექით, ვისხედით. უპატიოსნესი კლასელი. და რატომ გწერს ეგ კლასელი? 2 წუთით გაასწარი ჩემ ქმარს. გაასწარი, ხო? ხო. მაგის ქმარი მუშაობს ჩვენთან სამსახურში და მოვაწყე ჩეჭიბრის სირბილში. მე პირველ ადგილზე გავედი. მომილოცე ნათია. კარგი. აი ვთქვათ დავიჯერე. შემდეგი SMS-ი. ლალი საათში $40. ლალი საათში $40 ვინ იქნება? ნათია, ლალი ნათია, თვითონ სიტყვა გეუბნება. საათში $40. შენთვის მითოდა სიურპრიზის გაკეთება და საათი გადავანახინე $40. საათები გავკიდელია. გავაგზავნო. მე ნატრები გიჟო. გიჟი ვარ, საათში $40 ვიხდი. მაგრამ ჩვენი სიყვარული უფრო მეტი. $40 რა არის? 60 ევრო. მე გადამხდელი ვარ. ნათია, კარგი რა, მე მგონი შენი ეჭვიანობა გადაჭარბებულია. კარგი. ჩემო დაუღლელო გიგანტო. არა, ეს მართლა გადაჭარბებულია. საუნაში გელოდები. ვინ გელოდება გიორგი საუნაში? საუნაში? ისა. ჩემი ძმაკაცი, ნუგზარი, ნათია, ზოოპარკშიც მუშაობს. ხო გაგიგია ცხოველები, მცენარეები, ფლორა, საუნა. სხვათა შორის, აი ეგ ძმაკაცი, ნუგზარი, ზოოპარკშიც რომ მუშაობს. იცი რას გწერს? რა? ქმარმა ყველაფერი გაიგო, დავიწვი. დავიწვა. დაიწვა. რა გიკვირს ნათია? ისეთი მოუხერხებელი ცოლი ყავს, ადუღებული ჩაი გადაასხა. ბიჭი ისე დღეშია რეანიმაციაში წელს და მე არც მინახავს ნუგზა ჩაი. გიორგი. სოლმა არა, ქმარმაო. კარგი ნათია, რა იცი, დავწვარმა კაცმა ცოლი და ქმარი შეეშალა ეთქობა ეს სიტყვებზე გამოკიდება როგორც ისე. დაუოკებელი ზაზუნა ვინ არის? ეგ მართლა ზაზუნა. ზაზუნა? ხო, შენთვის მინდოდა საჩუქრად ყიდვა. ნათია, ხედავ, მე ყოველ დღე შეზე ვფიქრობდა. შენ კიდე ეჭვიანობის სცენებს მიწყობ ნუგზა. ისე გასაყვარელი ზაზუნა იქნება, წარმოვიდგინე. თან SMS-ების წერაც რო იცის. აი, იცი რამ დამაინტერესა? აი, თხა ვინ არის? თხა არავინ. ჩვენთან კადრებში მუშაობს ერთი გაუთლელი თავხედი უზდელი თხა ესე ვეძახი. გაუთლელი, ხო? აი, მაგ თხას ჩემი მობილურის ნომერი რატომ აქვს? საინტერესოა. რაებს აგწერე შეგარყვნილო. აი, თუნდაც ეს, შეგა ბავშვი მინდა. ეგ შენი მესიჯია. აი, ამ SMS-მა საერთოდ გამაგიჟა. გუშინ ნამდვილი მხეცი იყავი. მხეცი, ხო? ხო, ეგ მართალია, ნათია. მხეცი ვიყავი. მე აქამდეც უნდა მეთქვა. მე ზოოპარკშიც მუშაობ. ხოცხოა. რა ვქნა აბა ნათია იქ ზაზუნა საათი და საერთოდ რა წესია ჩემ ტელეფონში რომ იხედები? მე დავძრევი ხოლმე შენ მობილურში. შეამოწმე. ეს რა არის? პაროლი გიდევს, ხო? ესე იგი რაღაცას მიმალავ. არა, რაღაცას კი არა, ვიღაცას.
ვიღაცას კი არა, ვიღაცებს. ჩქარა მითხარი ჩვენი ქორწინების თარიღია. ჩვენი ქორწინება. კარგი არ მინდა. გენდობ. თქვენი შეკვეთა მოვიყვანე ზაზუნა. რა დრო ზაზუნა. აი მე გიო. ხედა. აი მე მეგონა ვატყობდი და შენ კიდე კარგი რანა. გამარჯობა ქალბატონო ნათია. მე ნუგზარი ვარ. აი მე სასიამოვნო ნუგზარი რასაკეთებ თუმცა შედიო შეხო დავწარი ხარ. როგორ გარვითარდა მედიცინა? წავედი ჩვენ ზოოპარკში. ნუგზარ შეიდიოტო. აი ფაცხარ გაჩე ბეზატკაზნი მაკა მოგწერა